ესტონეთის საგარეო სხვათაშორის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა და რომ აიო თუ კი რამე გაგიჭირდებათ და ჩვენ დაგიდგებით რა უნდა დავდგეთ თქვენ ისაო თვითონ კიდე რო არის თვითონ საჯიკებელი უჯიკე ბიჭო და თვითონ საჯიკებელი ხარო და ვაი თქვენს პატრონს თვითონ არ უჭირდეს თუ კი ეხლა ესტონეთი რო რაღაცას იბა ესენი აი კიდე ერთხელ აი თუ შემეცოდოს აი ეს ბალტიისპირა ქვეყნები იმდეს ხტუნაობენ ეგენი რომ მიიღებენ აი რუსის შექმას ერთ ადგილას რა მიიღებენ ეგენი და ღირსებიც იქნებიან ყველა ჭკუას ასავლიან ხო ვერ მოვიცილეთ კაცო ეს ელჩები რა რაღაცა გაფაფხურდება აქ თიც გვიქნებენ და სულ ესე იყო გინდა აი მაშინდელი პერიოდიდანაც ესე იყო 2000-ში მაშინაც აი დამოუკიდებლობა რო გამოვაცხადეთ გვიღალატეს ჩვენ მაშინ ზუსტად გამსახურდია რომ ჩამოაგდეს არავინარი მხარდაჭერა არ გამოუცხადებიათ გახსოვთ ალბათ და რო კითხო ესენი მხარს უჭერ ეს ლანდსბერგისი დაიმალა და საერთოდ ხმას არ იღებდა და ისა და არასდროს ესენი ჩვენი მეგობრები არ ყოფილან სააკაშვილი სისხლში აღჭობდა იმას ქართველ ხალხს და ეს ბალტიისპირა ქვეყნები ტაშს უგრავდნენ სააკაშვილს აი ეს ნაძირლები ესენი რა და გამოდიან ეხლა მე ხალხზე არ მაგ და ერთზე ღმერთმა დამიფაროს ხალხზე ვთქვა მე მამობ მართველებზე ქვეყნის ლიდერებზე მაქვს საუბარი და ეხლაც ესე იგი ვის უნდა დაეხმარო ერთი ეხლა რო გადაუფრინოს იმ სუ 25-მა იმას ბოდიში და ჩაისვრით მთელი სუნი დადგება იმ ბალტიისპირა ქვეყნებს ვიზე ლაპარაკობთ ან რაზე ლაპარაკობთ მახსოვს კაცო აი ეს ეხლა ის ცნობილი ავტობუსებიც და მთელი რაღაცა ავტოინდუსტრია იქ არისო ბალტიისპირეთში იქ ამზადებოდა ავტოგრაფი სხვადასხვა ისინი რაღაცა ელექტრომოწყობილ რადიო მოწყობილობები ყველაფერი მაგათმა რუსებმა შეგიქმნეს თქვენ საწოდავებო თქვენა რა იმ პოლონელების არ იყოს კიდე და გინა უკრაინა ვის შექმნა უკრაინა შექმნა სტალინმა შექმნა და ესე იგი სტალინის ძეგლები იმასქნეს ჩამოაგდეს ამ არარაობებმა ამათმა რა აი ეს არის სასწაული აი არ ვიცი გადასარე ამბავი მაგრამ ყველა სასწაული ცირ არის სააკაშვილმა თავის საკანონო ზელენსკის სურათი მოხსნა ესე იგი აქამდე გამოჭიმული ქონდა რომ ერთებოდა და ეხლა გაგულისებული თავის იმაზე ისეთი გამწარებული არის იქ მზია მაღლობელის სურათი ჩამოაგდო შიმშილობა რო შეწყვიტა ზელენსკის სურათი ჩამოაგდო და ნახეთ ერთი რა განცხადებებს საკეთებს ეს საცოდავი ესე თვითონ მე ჩავფრინდებოდი სამყარო დაკეტილი იყო უცხოეთში დამოუკიდებელ საქართველოს არ ყოფილიყო და არ მივდო საქართველოს ქუჩებში არ ქონდა კონტაქტი ჩემ ხალხთან და ეს გრძელდებოდა მრავალი წელი და იმისათვის რომ მე მაინც გავბედე გადავლახე წამოვედი და ჩემი სიტყვა შევასრულე ჩემ ხალხთან იმისათვის აწყობთ ამ კომედიას და ცირკს ძალიან მეწოდება ყველა ვინც ამაში მონაწილეობს მაგრამ მეწოდება იმიტომაც რომ პასუხისმგებლობას ვერავინ ვერ გაიქცევა ბოლოს ყველა ეხლა ამჯერად უკვე პასუხისმგებლობას ყველა უნდა თავისი იგრძნოს მარტო იმას ვერ გადააბარებენ ვინც არ გაიქცევა ან ეხლა სასწაული ამბები არის მეგობრებო და აი ბატონო ლექსო აი თქვენ ეხლა სააკაშვილის პროცესები აი სამართლებრივად რომ მიყვედა თვითონ აი ამ სააკაშვილის მომხრეების აი წყავწყავი აი 5000 ლარას რატო გვაჯარიმებენო ესე ქვეყანას ანგრევდნენ წვავდნენ და 5000 ლარის ჯარიმა უყვირდა თვითონ ეხა გამოვიდნენ იმ დღეს ეს ტვპ მოიტაცეს ჟურნალისტიო კაცო დააკავა პოლიციამ წაიყვანა რა შუაშია მოტაცება და მოტაცება გვახსოვს როიშავაძის თეთრაძის და უამრავი ადამიანის გირგვლიანი მოტაცება აი სასწაული ესე თურმე ადამიანს რო წაიყვანს პოლიციას მოტაცება და